ვარ აფხაზეთიდან დევნილი, ვიყავი 9 წლის, როდესაც ომი დაიწყო საქართველოში, სოხუმში. მე ფაქტიურად არც მახსოვს სოხუმი მართალი გითხრა ისე. მახსოვს სკოლა, დავდიოდი პირველ გიმნაზიაში. ბაღი, სადაც ცხოვრობდი, ის ადგილი მახსოვს. მახსოვს სოხუმის სანაპირო. ბარათაშვილის ხიდი, სადაც ცხოვრობდი. დიდი მოგონება არ მახსოვს ესე ძალიან რომ თქვა რომ სოხუმი მახსოვს ვიცი რომ სოხუმელი ვარ თორემ არ მახსოვს დიდი მოგონება არ მაქვს სოხუმში ომი რო დაიწყო მე და ჩემი და გამოგვიშვეს მეორე დღეს სოხუმიდან გემით ჩავედით ფოთში ფოთიდან მე წავედით ქუთაისში, მამი და ჩემი მაშინ ქუთაისში ცხოვრობდა. ვიყავით რამოდენიმე თვე მანდ, მე ჩამოგოგითხეს ჩვენმა მშობლებმა. ჩვენ 4 დედმამიშვილები ვართ. ესე იგი მე და ჩემი და წამოვედით ფოთში, ქუთაისში და დანარჩენი ოჯახის წევრები დარჩენ სოხუმში. მე ჩამოგოგითხეს ჩვენ ესე 3 თვის მერე მიახლოებით და წამოვედით თბილისში. დეიდა ჩემთან ვიყავით დროებით. ჩვენ წამოვედით 27 სექტემბერს დილას. მახსოვს დილას ხელი მოკიდა მე ჩემი ძმა იყო ეს უკვე ბუნდოვნად მახსოვს მე და ჩემი ძმა შეგვაგდო როგორც იტყვიან კატერზე რო გამოვდიოდით შევესწრით აბადიეთ ძალიან ცუდ სიტუაციას ჩვენი წინა კატერი, რომელიც გარბოდა და ტოვებდა სოხუმს, იყო დაბომბილი. მოგვიწია გვერდის ავლა, რა თქმა უნდა, კატერის კაპიტანი, როგორც ითქმის, იყო პროფესიონალისტი თავის საქმის და ძალიან ისე ხიფაცა გვაცილა ჩვენც და მოკლედ არ ჩავიძირეთ. გზას რო გავდიოდით კატერით, გვაცილებდნენ დელფინები. როგორც იქნა შუა დღეს უკვე გაგვიშვეს თბილისში და თბილისში უკვე საღამოს გამოაცხადეს რომ სოხუმი დაეცა. როგორც კი ჩავედით თბილისში, მამაჩემს ძალიან დიდი წრე ყავდა სამეგობროსია, ძალიან დიდი. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა ბიჭიკო კვინიხიძე ერქვა ამ ადამიანს. და დაგვითმო ბინა სააკაძის მოედანზე მერვე სართულზე ერთოთახიანი. ყველა ცხოვრობდით მანდ. დაგვიმართლა, იმიტომ რომ მოვხვდით აი შეიქმნა იგივე მდგომარეობა, როგორშიც ვიყავით სოხუმში, გაგვიმართლა მეზობლებში ძალიან და აი ერთი ოჯახი გავხდით ყველა. დღემდე გვაქვს ურთიერთობა თავისთავად ერთმანეთის მეჯვარეები, ბავშვის ნათლიები და ესე მოვყვებით ამდენი წლის მანძილზე ერთმანეთს. მერე იყო ერთი მეგობარი მამაჩემის კიდე გურამ მგელაძე, რომელიც იყო პურის ქარხნის დირექტორი იყო და მას მოქონდა პური, ზეთი, ფქვილი, თუ კი რამე შეეძლო, რამე ყველა მოკლედ მიიღო წვლილი. ითქმის სიკეთით უნდა გადაიხადოსო და ზუსტად ესე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც. მამაჩემი იყო ყველასთვის, ჩვენ როცა დაგვჭირდა გვერდში ამოდგომა, ყველა მოგვიდგა გვერდში. მერე რამოდენიმე 4 წლის მერე ვიყიდეთ ბინა პეკინზე და გადავედით მან საცხოვრებლად. მერე 2000 წელს მამა გარდაიცვალა. მე 2004-ში გადავწყვეტე აქეთ წამოსვლა. დავრჩი აქ და დავფუძნდი. განათლება თბილისში მაქვს მიღებული, მერე ნაწილობრივ აქაც. საკონდიტრო კურსი გავიარე, მუშაობ განხრით, კონდიტერად, ხო? და სანაყინეში ვარ მენეჯერად. თბილისში, აი ამ ჩვენ აქ
მქონდა, ჭიქებიც აქვს მქონდა ჩაის დასალევად იმ პერიოდში. მაიონეზის ქილები და მსვამდით ჩაის. ეს პერიოდი იყო, დედა იყო ახალი ნაოპერაციები ვერ დადიოდა, ყავარჯნებით დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ერჩინა და წინ წაფსულ ვიყავით, 4 შვილი არ არის მარტივი. ომის მერე თავისთავად გულისხმობ. მიუხედავად იმისა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვკლებოდა. 4-ვე მივიღეთ განათლება. რა ვიცი, იმ პერიოდში თუ კი რამე შეიძლება, მე არ მახსოვს ომი ფაქტიურად. ყველაფერი გააკეთეს იმათმა იმისთვის, რომ ჩემთვის ომი არ ენახებიათ და ის ზიანი არ მიეყენებიათ. უბრალოდ შეუძლებელი იყო მის გამო, რომ გარეთ გახვიდოდი, ნახავდი ადამიანები ყველა შავებში ჩაცმულები იყვნენ, ვიშვილი ყავდა გარდაცვლილი, ყველა ტირო და ყველა სახე ქონდა მოწყენილი. ეს წარმოუდგენელი იყო ამაზე, რომ არ გენერვიულა ან გვერდზე გადაგედო. მე ჩამოვედი ბავშვებთან ერთად, პირველ ნაკადს გამოვყევი და ესე იგი მოვხვდი ბუნძოტების ოჯახში. თავისთავად ურთიერთობა გვაქვს დღემდე. მე ვარ მათი პირველი ქალიშვილი, კიდე 2 იყავთ, ჩემზე პატარები არიან, მაგრამ მათ თუ გითხავთ ჩემ შესახებ გეტყვიან, რომ ჩემი უფროსი ქალიშვილია სალომე. თავიდან რომ ჩამოვედი, გამიჭირდა 1-2 კვირა, იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი. რატო წამოვედი? 12 წელი შემისრულდა აქ. მაგრამ ყოველთვის ვიყავი განსაკუთრებით მიჯაჭვული დედაჩემს. აი ძალიან ისეთი ურთიერთობა მქონდა მჭიდრო. და პირველად ჩამოვშორდი დედას ამ სოხუმის ამბების მერე და ნუ მოკლედ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია. ხელმეორედ ესე ვთქვათ, პირველად სოხუმიდან რო გადმოვედით და შემდეგ მოხდა აქ წამოსვლით იტალიაში. მე არ ვიცოდი გამაშვილეს რა მიზნით ვიყავი აქ ჩამოსული, ეს ვერ გავითვალისწინე და ვერ გავიაზრე იმ პერიოდში. მადლიერების გრძნობა მაქვს ძალიან დიდი ამ ოჯახის მიმართ, ჩემი მშობლების მიმართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აღზრდაში და ჩემს პიროვნებაში. მაგრამ დიდი სტრესი გადავიტანე და ანუ ეს რო გამეაზრებინა მე, ესე ვთქვათ, რაში იყო საქმე. მე 3 თვის, ანუ 3 თვე უნდა ყოფილიყავი აქ, მე უნდა დაბრუნებულიყავი თბილისში. მაგრამ მე ეს არ ვიცოდი, ვიფიქრე, რომ всё, მე აქ უნდა დავრჩა და აღარ უნდა დავბრუნდე თბილისში საერთოდ. და ვატარებდი ესეთი სტრესში მყავდა ეს ხალხი საწყლები. ჩემი თავი ხო სტრესში მყავდა ისედაც სუვტიროდი. მე კი გადავლახეთ, თან არ ვლაპარაკობდი იტალიური, არ ვიცოდი მე. საერთოდ არა, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. 1 თვის მერე დავიწყე ლაპარაკი ჩვეულებრივად. აი ენას რო ამოიდგამს ბავშვი, ხო? აი ესე, უცებ წავიდე და დავიწყე ლაპარაკი იტალიურად, მის მერე აღარ გავჩერებულ ვარ. ძალიან ემოციური ვიყავი ბავშვობიდან. დარდიანი, სევდიანი, აი ყველაფერს რო განვიცდიდი და გულთან ახლოს მიმქონდა. ანუ ესეც სტრესი გახდა, მე აქედან რო ბრუნდებოდი იქ, ანუ აქ დაბინავდებოდი, მე უნდა დაბრუნებულიყავი უკან, იქ ჩახვიდოდი კიდე 1 წელი სკოლა უნდა დაგემთავრებინა, მე ისევ უნდა წამოსულიყავი 3 თვე აქ, მაგრამ მე უკვე როგორც ყოველთვის ადამიანი ეგუება ყველაფერს ეჩვევა, ეს გახდა მეორე ოჯახი გახდა, ხო და ჩემთვის ზაფხული იყო ასოცირებული პალერმოსთან. მე უნდა წამოსულიყავი 3 თვე აქ, 1 წელი იყო რომ დავჭით, 1 წელი სკოლაშიც ვიარე აქ. რომელი წელი იყო არ მახსოვს, მაგრამ 1 წელი მახსოვს რომ სკოლაში დავრჩი აქ. მაშინ დიდი სიამოვნებით დავრჩი. მე უკვე გადაწყვეტილება მივიღე 2004 წელს, რომ წამოსულიყავი აქეთ, იმის გამო რომ თავისთავად ოჯახი რო არ მყოლოდა აქ და ზურგი ამათი არ მქონოდა. მე ალბათ არ გადავწყვეტდი აქეთ გადმოსვლა საცხოვრებლად. იმიგრანტი არის ის, ვფიქრობ, ვინც საქართველოდან მიდის სამუშაოდ. ჩვენ სხვა სიტუაცია, მე ვუსურვებ ყველას. ანუ სხვა სიტუაცია ვერ ვიტყვი ხარ, რავი, ვინ თქვა ესეთი რაღაც რომ ემიგრანტი იყო, ეს არის გამორიცხული ხალხი. იმ ხელა სითბო სიყვარული და
ენერგია ჩადო ამ ხალხმა, როგორ შეიძლება ვთქვა, რომ მე ვარ ემიგრანტი, აქ ვერ ვიტყვე. ეს გამორიცხულია. ბევრი ბავშვი არ არის აქ დარჩენილი, ანუ ჩვენი ნაკადიდან ესე ვთქვათ, ისე ხშირად ჩამოდიან, თითქმის ყველა წელს არ მახსოვს წელი ზაფხულში რო არ ჩამოდიოდნენ, უკვე დაქორწინებულებიც არიან ბავშვებთან ერთად, ეს ოჯახებიც ჩადიან საქართველოში. ჩვენ აქ დავფუძდით ფაქტიურად ჩვენც ერთი ოჯახი ვართ, იმიტომ რომ ვინ ვისი მეჯვარეა, შვილების ნათლიები ვართ, ჩემი დათო, ჩემი ბიძაშვილი, მაგიშვილის ნათლია ვარ, თამუნას ბავშვის ნათლია ვარ, თამუნა ქირია ბავშვის ნათლია და აი ესე გადაჯაჭვია, ესე ვთქვათ, შექმნილი და ყველა ერთმანეთზე არის გადაბმული ამ სიკეთით და რა ვიცი, ყველაფერი დადებითი. ჩვენში ყველაში დევს თითქმის არა ყველაში აბსოლუტურად ის ნაწილი აფხაზეთის ეს არის ამას ვერ დაივიწყებ რამდენი წელი უნდა იყო აქ და აი სად უნდა წახვიდე საცხოვრებლად რამდენი წელიც არ უნდა იყო აფხაზეთი ყველგან მოყვება და აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ აი აფხაზეთში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ და როგორ წარმოგიდგენიათ აი როგორ წარმომიდგენია, აი როგორც უცაბედად მოხდა ეს ომი, დაიწყო უცებ. აი ესევე უცებ მინდა რომ მოხდეს მან დაბრუნება და ჩემს მეხსიერებაში ასე მაქვს წარმოდგენილი. აი ჩვენ ხვალ დავბრუნდებით აფხაზეთში. ჩემ თავს ვუსურვებდი რომ ახლო მომავალში, რადგან საქართველოში დაბრუნებაზეც ვფიქრობ. ესე ვისურვებდი, რომ სოხუმში ჩემი პატარა საკონდიტრო გავხსნა და ვუმასპინძლებ იტალიელებს, ქართველებს, თბილისელებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩვენს მიმართ. უნდაოთ ამას ვერავინ ვერ დაივიწყებს. რა ვიცი, ყველას მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს, ვინც დაგვეხმარა. ვინც არ დაგვეხმარა. სტიმულსაც გაძლევს ის უარყოფითიც სტიმულს გაძლევს. ანუ ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, რომ ის დადებითად აქციო ის უარყოფითი. ამიტომ მადლიერი ვარ ყველას მიმართ.